თვით ღვთაება რომ არ ეხმარებოდეს და გზას არ უნათებდეს ამ ახალგაზრდა შემოქმედს, იროდიას ანაშვილს, დარწმუნებული ვარ ვერ იტვირთავდა ამ ხელად ვირთს, შემოქმედის ცხოვრება და საზოგადო მოღვაწეობა რომ ქვია. ეს ჩაბუტკუნებული კაცი ისეთი მოძრავია ბევრ სპორტსმენს რომ შეშურდება. ეს იგრძნობა მის ლექსთა დინამიკაშიც, რომელიც ახმართზე დახრილი წყალივით ერთიან ნიაღვრად მოედინება და სულიერ არსში მოყვასის სიყვარულს გიხვიცებს. აი ეს წიგნიც ღვთის ნათელი გზით დასტურია ჩვენი ნაზრევისა, როგორიც ის ნამევითი ალერსება იმ ადამიანებს, რომელთაც გადაუწყვეტია ცხოვრება ღვთის სამსახურს მიუძღვნან. სულ ერთია რა რანგის მოღვაწენიც არ უნდა იყვნენ ისინი. ეს აერთი დაუსრულებელი გალობა ღვთის სიდიადისა და მისის ვარაკებისა, კითხულობ პოეტის ლექსებს და უნებლიე თვალი ხატებისკენ გაგიბვის. ამავე დროს მზად ხარ შენ საყვარელ მამაოს თვალებით დაუკოცნო და მიუნდობინეს, ოღრაც ძლიერია მისი თაყვანისცემა ღმერთისადმი, პატრიარქისადმი და საერთოდ ქრისტიანობისადმი. ფიქრობ ეს ერთობს სასიამოვნო და არაორდინალური სიტყვა ამ მიმართულებით. ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატი, დავით აღმაშენებელის პრემიის ლაურეატი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, ნიკოლ ორქიფანძის პრემიის ლაურეატი, ბატონი ნოდარ კობერი.